ბონსმარა არის მეხორცული საქონლის ჯიში, რომელიც შეიქმნა სამხრეთ აფრიკაში მე-20 საუკუნის 30-იან წლებში. მისი შექმნის მთავარი მიზანი იყო ისეთი საქონლის მიღება, რომელიც ერთდროულად იქნებოდა პროდუქტიული, გამძლე და რეალურ ფერმერულ პირობებზე მორგებული. ჯიში მიიღეს აფრიკანდერის, ჰერეფორდისა და შორთჰორნის შეჯვარებით. ამ შერჩევის შედეგად შეიქმნა საქონელი, რომელიც კარგად იტანს სიცხეს, გვალვას და პარაზიტულ ზეწოლას და ამავე დროს იძლევა ხარისხიან მოთხოვნად ხორცს. ბონსმარა სუფთად მეხორცული მიმართულების ჯიშია. ხბო დაბადებისას იწონის დაახლოებით 35-დან 40 კილოგრამამდე. ზრდასრული ფური საშუალოდ აღწევს 500-600 კილოგრამს, ხოლო ბუღა 800-დან 900 კილოგრამამდე. ჯიში გამოირჩევა კარგი ზრდით. საკვების კარგ კონვერსიასა და დაახლოებით 60%-იან სასაკლაო გამოსავალთან ერთად, ეს ჯიში ფერმერს აძლევს პროგნოზირებად შედეგს. ფერი ძირითადად წითურ, ყავისფერია. ხასიათით მშვიდი და ადვილად სამართავია. ფურებს ახასიათებთ ძლიერი დედობრივი ინსტინქტი და იული მოგება, რაც ამცირებს დანაკარგებს და ამარტივებს ყოველდღიურ მუშაობას. ბონსმარა განსაკუთრებით კარგად მუშაობს საძოვრულ სისტემაში, მაგრამ კარგ შედეგს აჩვენებს ფიდლოთ პირობებშიც. იგი შექმნილია ცხელი და ზომიერი კლიმატისთვის, თუმცა ცივ ზონებშიც შეუძლია ფუნქციონირება. მკაცრი ზამთარი მისთვის ბუნებრივი გარემო არ არის, მაგრამ სწორი მოვლის პირობებში ადაპტივდება ზომიერ სიცივესთან. აუცილებელია მშრალი სადგომი, ქარისგან დაცვა და ენერგიულადად დაბალანსებული კვება. საინტერესოა, რომ ბონსმარას ჯიში ჩემს მახლობლადაც ყავდათ სოფელ სართიჯალაში. ეს აჩვენებს, რომ სწორი პირობების შემთხვევაში ასეთი გენეტიკა ჩვენს რეალობაშიც მუშაობს. თუ მსგავსი შემთხვევა ისევ გამოჩნდება, ფერმა ბუღა ამას დეტალურად გაჩვენებთ, რეალურ პირობებში და რეალურ შედეგებზე. ბონსმარა არ არის უნივერსალური ჯიში ყველა რეგიონისთვის, მაგრამ სწორ გარემოში ის აერთიანებს იმას, რაც ფერმერისთვის ყველაზე მნიშვნელოვანია: გამძლეობას, სტაბილურობას და პროგნოზირებად შედეგს. სწორედ ამიტომ ბონსმარა დღეს ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ მეხორცულ ჯიშად ითვლება მსოფლიოში.